დღეს ცნობილი გახდა სკანდალური ინფორმაცია. კავკასიის ონლაინის დამფუძნებელი მამია სანადირაძე უკვე ღიად საუბრობს იმ ზეწოლაზე, რასაც მასზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამინისტროს უფროსობა მას კომპანიაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება უბრძანა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის მოსმენა განხორციელდებოდა. სანადირაძე ამბობს, რომ ეს დავალება არ შეასრულა და ამის შემდეგ ზეწოლა დაიწყო. მას კომპანია იძულებით დაატოვებინეს და დაათმობინეს, რომელიც უკვე შემდეგ სხვა მფლობელებს გადაეცა. ეს ვიყავი, რომ ეს კომპანია გაყიდულიყო, გამეყიდა. ეს იყო იძულებით. 9 წლის გაზაფხულისთვის ჩვენთან მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ეგრეთ სახელად ბორია მიტიჩაშვილი, რომელიც იყო ახლა არ ვიცი მოსმენების დეპარტამენტის თავმჯდომარე თუ რაღაც ეგეთი და მან მოგთხოვა, რომ ჩვენს ქსელში დაყენებულიყო ასე რომ ვთქვათ აპარატი, რომელიც ადგებოდა და ყველა იმეილებს და ყველა ასე რომ ვთქვათ მდინებებს გააკონტროლებდა და დაამირორებდა, ანუ დააკოპირებდა. რაზედაც ჩვენ ვარი ვთქვით, მას გაეცინა და გვითხრა, რომ ჩვენი კონკურენტები ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ, რატომ ჩვენ არა? იმიტომ რომ მე ვუთხარი, რომ ჩვენ ამას პირადად ჩემთან არ მოსულან, მოვიდნენ ჩემს ტექნიკოსებთან და ტექნიკოსებმა მოვიდნენ ჩემთან. რომ ჩვენ ამას არანაირად არ მოვაწერდით ხელს, იმიტომ რომ ეს იყო უკანონობა. ამით დამთავრდა ყველაფერი, ეს დავივიწყე კიდევაც, მაგრამ დაახლოებით სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო ჩვენი კოორდინირებული შეტევა ჩვენს კომპანიაზე